ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეცვლილმა რიტორიკამ რუსეთის მიმართ უკრაინელებში განსხვავებული ემოცია აღწრა. პრეზიდენტ ტრამპის მიერ კრემლისთვის მიცემულმა 50 დღიანმა ვადამ ბევრ უკრაინელს დიდი ხნის წინ დაკარგული იმედი დაუბრუნა. თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მორიგი განცხადებაა, რომელსაც ფუნდამენტური ცვლილებები არ მოჰყვება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს მოუწოდებს 50 დღის ვადაში დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და ცეცხლი შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი 100%-იანი ტარიფებით იმუქრება. პირველ ყოვლისა ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ და განვიხილავდეთ არა განცხადებებს, არამედ ქმედებებს, რომლებიც ამ განცხადებებს უნდა მოჰყვებოდეს. მეორედ, სანქციებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ თუ ამ პაკეტს მიიღებენ, შესაძლოა იმუშაოს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. რუსული ნავთობის ექსპორტზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. დიახ, ეს სანქციები უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ რამდენად შეამცირებს რუსული გაზისა და ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს? არ მგონია, რომ ზიანი დიდი იყოს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჯერ სანქციები უნდა დააწესონ. ხოლო შემდეგ შედეგები გავაანალიზოთ. უკრაინის ზოგიერთი მოქალაქე დონალდ ტრამპის განცხადებებს სანდოდ არ მიიჩნევს და ამას იმით ხსნიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია უკრაინის მიმართ პოზიციას ხშირად ცვლის. არც კი ვიცი, პუტინი. მე ამ ადამიანის საერთოდ არ მესმის. მეჩვენება, რომ უკრაინის გასანადგურებლად ყველაფერს გააკეთებს. რა თქმა უნდა, ტრამპის განცხადებებმა შესაძლოა ომის დასრულება დააჩქაროს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მისი დიდად არ მჯერა. ის დღეს ერთს ამბობს, ხვალ კი შესაძლოა სრულიად სხვა რამ თქვას. ამიტომ არ ვიცი, პასუხის გაცემაც კი არ შემიძლია. ტრამპის ნაკლებად მჯერა. შეიძლება ის უბრალოდ საზოგადოების განწყობას ამაღლებს. ბევრი რამე თქვა და შედეგი რომ მოჰყოლოდა, ალბათ მის სიტყვებს მეტი წონა ექნებოდა. საუბარი მარტივია, ხალხი ბევრს საუბრობს. ვნახოთ, როგორ წავა პროცესები. იმედი მაქვს საუკეთესო შედეგს მივიღებთ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ჩვენ გვინდა მშვიდობა. გსურს ომი დასრულდეს და ყველა ბიჭი ცოცხალი დაგვიბრუნდეს, რადგან მამაჩემიც და ჩემი მეგობრებიც ჯარისკაცები არიან. უკრაინელებს ბევრი კითხვა აქვთ, თუმცა ვაშინგტონის შეცვლილი პოზიცია მათთვის მაინც სასიხარულოა. დონალდ ტრამპის ნატოსთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც კიევისთვის პეტრიოტის ტიპის რაკეტების გადაცემას ითვალისწინებს, ომის სწრაფად დასრულების იმედს იძლევა. იმედი მაქვს, რომ ტრამპი იარაღს მოგცემს და შესაძლოა ეს ომიც უფრო სწრაფად დასრულდეს. ასე ვფიქრობ. პუტინს ჩრდილოეთ კორეელების, ჩინელებისა და გარშემომყოფების დახმარება ნაკლებად რომ ჰქონოდა, ეს ომი შესაძლოა აქამდეც დასრულებულიყო. ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ნორვეგია უკრაინისთვის პეტრიოტების დროულად გადაცემაზე უკვე მუშაობენ.